აკაკი წერტლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა შედგა. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი 124,721,000 ლარითაა განსაზღვრული. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ვრცლად ისაუბრა ქალაქში დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მისი განმარტებით ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პროექტი განხორციელდება. მოეწყობა დიდი რეკრეაციული სივრცე, ხელოვნური ტბით და მულტიფუნქციური სპორტის სასახლე. ხუთიათას მაყურებელზე არის გაფრთხილი, ერთი დარბაზი და მეორე დარბაზი იქნება 850 მაყურებელზე გაფრთხილი. ეს იქნება სათადარიგო დარბაზი. გარდა ამ დარბაზისა, მთელი ეს შენობა ნაგებობები დაფიქრებული იქნება ისეთები, რითაც ფედერაციის მოთხოვნაც არის და კანონის ითვალისწინებს, რომ ყველა დაკავებული, ყველა ჩასატარებული კომისიება ჭირდება თავისი სივრცე, თავისი მოსაწესრიგებლის მოწმენების გასახმარებელი ეგრეთწოდებული გასახმარებელი სივრცეები და ყველა ესენი შეტანილი არის ამ პროექტში. გარდა ამისა, ჩვენ მოგეცემთ, რომ ქალაქში არის ავტონომიური დიდი მუსიკალური არენა და ამ მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეს ექნება მის საშუალება ხელოვნური ჩარევით იქ გადაკეთდეს მუსიკალური არენა და მივიღოთ ისეთი დიდი ანსამბლები და დიდი შემსრულებლები, რომელსაც თავის დროზე ვერ პატიჟებთ ჩვენ ქალაქში, აი ვიცოდეთ ეს პოლიტიკის გამართვა. ეს ხიშხიშიანში და ოპერის თეატრში. გარდა ამისა, ფერის პერიმეტრი, რაც პარლამენტის ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის, უნდა მოეწყოს რეკრეაციული სივრცე. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება მთელ საქართველოში 80 ჰექტარზე იქნება გაშენებული ეს რეკრეაცია თავისი გამწვანებით, თავისი დასასვენებელი სივრცეებით, ბავშვთა სივრცეებით, ასაკოვანი ადამიანებისთვის დასასვენებელი სივრცეებით, ველოფილიკებით, სასეირნო ფილიკებით და ასევე აკონსტრუქდება ორი სიახლე ხელოვნური ტბა, რომელიც ჩვენს ქალაქში არასოდეს არ ჰქონია, ეს ტბა არ იქნება მარტო თბით დაფიქრვა, აქ იქნება ჩაშენებული სასეირნო ნავები, რითაც ჩვენს თანამდებობებს, ჩვენს ახალგაზრდა ერემეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში დაგეგმილ სამუშაოებზე, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციასა და სხვა მსხვილ პროექტებზე. ერემეიშვილმა ასევე ისაუბრა ახლად დასრულებულ სკვერებში ინფრასტრუქტურის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, მათ შორის ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში არსებულ მდგომარეობაზე. ეს რეკრეაციული სივრცეები, ეს პროექტები ეკეთება ჩვენთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ამიტომ მის არ ხომ მოგაკონებაში აღიქვამს. მის მოვლაში, მის ყურადღებას მიცემაში თვითონაც ჩაერთება დაგასრულება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ესეთი ფაქტები, პირდაპირ ძილად შემიძლია ვთქვა, რომ ვანდალიზმის ფაქტები, არ ვიცი ხა რამდენად შეიძლება გაკეთება, მაგრამ ახალი სკვერი როცა გაიხსნება ძალიან მალე ბევრი დაზიანებები არის. თუ რამე შეიძლება დაზიანდეს დაწყებული განათლებიდან დასრულებული სარწყავი სისტემით, ყველაფერს ვაზიანებთ. ყველაფერს დაზიანება შეიძლება და ხელახლა გვიწევს ისევ ამ პროექტზე უკანონმდებლობა და დამატებითი თანხების გადახდა. ხელოვნურად არ ვიცი ხა რაღაცის გამო ის გამო ამას უკვე ჩვენ ვერ გავარკვევთ, მოხდა დაზიანებები, რამდენიმე სკამი გატეხეს, განათლების სისტემა დააზიანეს. სარწყავი სისტემა ხელოვნურად შემოაბრუნეს, რომ არა ბალახი მოწყობილიყო, არამედ ტროტუარი მოწყობილიყო და შემდეგ ამას იღებენ და დებენ თავის გვერდებზე, რათა უფრო მეტი გამოხმაურება ნახონ და უფრო მეტად იქილიქონ ქალაქზე. ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას მერი ქუთაისში ნარჩენების მართვის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, აი სპეციალურ სერვისებს 25 ერთეული ნაგავ-შემკრები მანქანა გადაეცა, რამაც მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს ქალაქში დასუფთავების საკითხი. ახლობით 25 ერთეული ავტოტრანსპორტის საშუალებაა შეძენილი დასუფთავების სამსახურისთვის. ახალი ნავისურნელი გვაქვს შეძენილი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს და განთავსდეს ქალაქში. As process ახალი 25 მანქანა
ეს მოხდეს იმ საშუალებას, რომ დროულად მოხდეს ნაგუშენები გუნებიდან ნაგვის გატანა და უფრო მეტი შეჭრილი იმოძრავონ მანქანებთან ქალაქში, რათა არ მოხდეს გუნებს გადავსების საშუალება. მე რამოდენიმე წლის წინ მქონდა შეხვედრა ბიზნესთან, ეს წოდებული სელური მარკეტების მეპატრონეებთან, დიდი სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებთან და ხოლმე ჩვენიდან გაჟღერებული უხალისოთები, რომლებიც გამოდის მაღაზიებიდან და გაუკეცად მდგომარეობაში ხდება ნაგუშენები გუნდაში. ორი ესეთი ხუთის ჩაგდებაც უკვე საკმარისი არის იმისთვის, რომ ეს ნაგვის უნდა იყოს გადავსებული. ამიტომ ვთხოვთ, რომ დღის ნებისმიერ განმავლობაში მათ გვაქვს ამ ხუთების საკითხის დასაწყობებლად გაკეთილი სახით და ჩვენ კონკრეტულად ამ ახალი ავტომანქანებთან ერთ-ერთი ავტომანქანა გამოყენებთ იმისათვის, რომ გააკეთოს შემოვლა და მოახდინოს ამ ხუთების გატანა მათი კომერციული ობიექტებიდან, რაზედაც მივიღეთ სწავლობა და თვითონაც მაყურებლობა გამოხატეს, 5 დღის განმავლობაში ეს მათვისაც პროგრამას შემოქმნეს და რაღაც დისკომფორტს შემიძლია ის ნებისმიერ დროს მივიდეთ და მოახდინოთ ისეთიდან გამოყენა და ისიც გამოვაყენოთ, რომ ეს არ არის არანაირი დამატებითი ხარჯებთან დამოკიდებული და გარეთება არანაირი მოსაკრებები გადასახადებით ჩვენი ძალები, ჩვენივე შემოსავლით ჩვენ ვიშოვებთ ამ უყალისოთების გატანას. ეს კიდევ ერთხელ მოხდეს ის საშუალებას, რომ ამდენი ხნის აღარ მოხდეს და ამ უყალისოთებს მიეცეს მეორადი გამოყენების საშუალება. მეგონი ძირითადად ყველაფერზე ვისაუბრე, რაც უნდა მეთქვა, მადლობა ყურადღებისთვის, თუ დამატებითი კითხვები გექნებათ, ბატონო დავით როცა დაასრულებს კონკრეტულად ბიუჯეტის წარმოდგენას, ვსახურობ იპასუხოთ ეგრეთ პროცესს. მადლობა. მეგატივმა ქალაქის მერს ასევე კითხვები დაუსვა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ქალაქში წყალარინების პროექტის განხორციელება და ყოფილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობის დასრულების საკითხი. ასევე ჟურნალისტის მხრიდან კითხვა დაისვა მერაბ კოსტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მინდა ვკითხოთ საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება ქუთაისში ამ პროექტზე? არსებული ინფორმაციით დღესაც უკვე კომპანია მუშაობს ქალაქში, რომელიც აპროექტებს ქალაქის აკეთებს ქალაქის პროექტირებას და ამის დასრულების შემდეგ მე როგორც ვიცი უკვე თვითონ სამინისტროს განხილვის შემდეგ პროექტი უნდა იქნას მოწონებული და შემდეგ დაიწყებენ უკვე ალბათ სამუშაოზე. სამწუხაროდ ეგ კითხვა თვითმმართველობასთან არა. ოქროს ჩარდოხის და ქალაქის ცენტრში რომ მუზეუმის შენობა არის ამათი ბედი გამდგომარეობაში. სულავეროდოთ მათზე გახსნას და დასრულებას. ოქრო რაც შეეხება ოქროს ჩარდაღს, იცით რომ უკვე დასრულებული არის, ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მუშაობთ ძალიან აქტიურად პროექტზე, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და ერთ-ერთი ლამაზი სივრცე ექნება ქალაქს თავისი ტურისტული დატვირთვით. რაც შეეხება მუზეუმის ტერიტორიას, უკვე შიდა სამუშაოები სრულდება, იქნება კომუნიკაციების დასრულება და ელემენტარული სამუშაოების დასრულება. შემდეგ წლის ბოლოს უკვე ობიექტი დასრულებული უნდა იყოს. და ბატონო დავით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მინდა ვკითხოთ, 5 ჯერ გადავარდა ამ ქუჩაზე სამუშაოები, 18-ში უნდა დასრულებული იყო 18 ოქტომბერს და უკვე ნოემბერი არის. ყოველი წელი გახდება თითქმის რაც მიმდინარეობს აქ სამუშაოები. ერთ-ერთი ალბათ პრობლემატური საკითხი არის ქალაქისთვის და ჩემთვისაც პირადად, იმიტომ რომ თავის დროზე მოხდა რაღაცეების კომპანიასთან არასწორი გათვლების გაკეთება, არ გამოდგა სინდისიანი კომპანია, რომელმაც გააჭიანურა ეს სამუშაოები, მაგრამ უკვე იმ დონემდე ვართ მისული, რომ აი ყოველდღიურად დღეს როგორც ვიცი, საფარის დაგება ორივე ფენის უკვე უნდა დასრულდეს და დარჩება მხოლოდ განათების სისტემა მოსაწესრიგებელი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვარ ჩართული და მაქვს იმედი, რომ დროულად დავასრულებ. ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 16,962,300 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებისათვის 5,800,000 ლარი. ქალაქის დასუფთავება და ნარჩენების გატანისათვის 10,150,000 ლარი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.
სამართალდამცველება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაღდათში სოფელ ხანის მიმდებარე ჩერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ბაღდათის სოფელ ხანის შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი, როგორც უწყებაში განმარტავენ დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. საარჩევნო კოდექსის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა. ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის საკითხი ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკის თემაა. მმართველი გუნდი გადაწყვეტილების მიზეზად გარე ჩარევებისაგან სახელმწიფოს დაცვას ასახელებს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქვეყნის არჩევნებში, რაც ხალხსახად არის არადემოკრატიული ნაბიჯი და რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი და ერთადერთი საფუძველი მიზანი მისი არის, რომ ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად შეზღუდოს ემიგრანტები, რომლებიც არ უჭერენ მხარს რეჟიმს. ამიტომაც ერთადერთი мотиваცია აქვს ხმის შეზღუდვას ემიგრანტებისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს ძალაუფლება. ბევრი სპეკულაციაც იყო. ერთ-ერთმა ისიც კი იკადრა, რომ არალეგალები საქართველოში როგორ ჩამოვლენოდა. მე დაუწერე კიდევაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით იყო, რომ თქვენ იცით, რომ არალეგალები საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან. ეს ტენდენციაა და თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ დგახარ, იქაურ საარჩევნო სიაში ვერ მოხვდები. ანუ ამ ადამიანების პრობლემა ისედაც არის და მეორე არის ინფორმირებული არჩევანი. ინფორმირებული არჩევანი არის ძალიან ესე იგი საინტერესო მიმართულება და ძალიან აუცილებელი მიმართულება, იმიტომ რომ ადამიანს თუ არ აქვს საშუალება გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, მაშინ ის ვერ იქნება ობიექტური. და ამ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების დროს მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმირებულ არჩევანად. ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ არაერთი მცდელობა, როგორც ტექნოლოგიური, ასევე პირადი მონაწილეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ საარჩევნო პროცესში ჩარევის გვახსოვს რა პროცესებში ჩაერთო. მაგალითად გერმანიაში შარშან იგივე გერმანიის კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როტი როგორ ცდილობდა ის ჩვენ საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას საკუთარი მიზნების განსახორციელებდა წინა საარჩევნოდ. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ემიგრაციისთვის გააზრება იმის, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი დაცლილი პირდაპირ თუ ირიბი ზეწოლისგან, ასევე გააზრებული გადაწყვეტილება არის ის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ექნებათ მისაღები თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო დანაწესის შესრულება, სადაც ნების თავისუფალ გამოხატვაზეა საუბარი. 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ხსენების დღეს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სამშვიდობო პარაკლისი გელათის მამათა მონასტრის წმინდა გიორგის ტაძარში შეასრულა. ჩვენ და თელეკრესია მას უწოდებს დიდ მოწამე გიორგის და მისი ხსენებით ჩვენ ეკლესია გვახსენს, რომ ქრისტიანის ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ბრძოლა რა, მაგრამ არა ბრძოლა სითა ხორცთა პარემოთქრანს, არამედ ჰაერის მელი ჰაერის ცელთა
ძნელ სულთა მიმართ ჩვენი ბრძოლა არის, რომელიც გონებას გვიმღრევენ, არც გვასწუნებენ, სასურს გვიგებენ და მოგვიწოდებენ ხოლმე რომ დავივიწყოთ უფალი და მაგრამ ჩვენ თვითონ ჩვენი ნებით ვაკეთოთ რაც ჩვენ გვინდა, რადგან თავისუფალი ნება გვაქვს და თავისუფალ ნებას ერთად მეთა გონიერება მის ადამიანს და გარდა მაგისა უფალმა გამოუცხადა თავის თავი წყალობით და მოწყალებით და სიყვარულით და სუგრძელებით და მიმტევებლობით, მრავალი სიკეთით დაანახა, რომ თავისუფალი ნება ღვთისა სიკეთისგან მიმართული, ხოლო დაცემული ადამიანის თავისუფალი ნება ღვთის საწინააღმდეგოდ არ იმართება მასტურის მოწოდებით. ჩვენ ეკლესია გვახსენეთ დიდ მოწამეთა ცხოვრებას, მათ ღვაწ და ზოგადად მოწამეთა მამების, დედების, მღვდელმთავრების, პატრიარქების მაგალითს, რომ ყველა ეკლესიის იერარქიისა ყველა განიცდის ამ ბრძოლას. ვინც უფრო ახლოს არის უფალთან, უფრო მეტი ბრძოლა, დიდი ბრძოლა, ვინც ნაკლები, მაგრამ რიგით ადამიანს თავის ბრძოლა აქვს. ოჯახში, სამსახურში თუ ეს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში